ძვირფას ტელემაყურებლებო პირდაპირ ეთერში ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ, ძალიან საინტერესო პროფესიაზე და ძალიან საინტერესო ასოციაციის დაფუძნებაზე, დაფუძნების პერსპექტივაზე. პირველ რიგში მივესალმები თამარ ახსიაშვილს, კომპანია მარტივი შესყიდვების დამფუძნებელს. თამარ, პირველ რიგში დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ერთი წლის წინ მქონდა დაახლოებით ჩვენ ეთერი, ზუსტად ამ სტუდიიდან და ამ ერთი წლის შემდეგ მთავარი შეკითხვა იქნება, როგორია შემსყიდველის პროფესიაზე მოთხოვნა, რამდენად ცვლილება განიცდის წლიდან წლამდე და რამდენად განიცდიან კომპანიები კადრების დეფიციტს. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან გაიზარდა თქვენი მოღვაწეობა, თქვენი კომპანიის მოღვაწეობა ძალიან დივერსიფიცირება განიცადა, ხართ ასევე აკადემიურ სექტორში, აორგანიზებთ შემსყიდველის პროფესიისთვის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანს რეგიონში თუ არა მინიმუმ ქვეყანაში კონფერენციას, ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ. მოდით ვისაუბროთ შემსყიდველის პროფესიაზე. რამდენად მოთხოვნადია დღეს და რამდენად იზრდება წლიდან წლამდე მასზე მოთხოვნა. პირველ რიგში მოგესალმებით გიგა სტუდიაში, მიხარია დაბრუნება. მადლობა საინტერესო შეკითხვისთვის, ასევე ესეთი თბილი სიტყვებისთვის. დიახ, დღესდღეობით მოთხოვნადი არის ეს პროფესია. საჭიროებაც დიდია, სამწუხაროდ მიწოდება არ არის საკმარისი და სასურველი. ამიტომ ვფიქრობ, ჩვენი ჩართულობა აკადემიურ სექტორში იმ კუთხით, რომ ხელი შეუწყოთ სწავლას და ახალგაზრდა თაობას დავანახოთ ის აუცილებელი პერსპექტივები, რაც შეიძლება გქონდეთ მათ ბიზნეს სექტორში. აღნიშნული სფეროს განვითარება განიცდის, რა თქმა უნდა, ეტაპობრივ ცვლილებებს. ეს, რა თქმა უნდა, განპირობებულია ხელოვნური ინტელექტის დანერგვით, ნებისმიერ პროფესიას შეეხება, რა თქმა უნდა, ეს და მათ შორის ჩვენ პროფესიასაც. თუმცა ჯერჯერობით ესეთი მკვეთრი ცვლილებები არ აღინიშნება, საჭიროება კვლავ არის და მოთხოვნაც დიდია. თამარ, მცირე ბიზნესზე მე ცოტა პარადიგმებით ვისაუბრებ, ცოტა დილეტანტი ვარ სფეროში და თქვენ უკეთესად ახსნით. მცირე ბიზნესში გასაგებია, რომ შეიძლება ახდენდეს ძალიან ისეთ ლავირებას, თუმცა სამშუალო და მსხვილ ბიზნესში, განსაკუთრებით მსხვილ ბიზნესში, რომელსაც ძალიან დიდი წილი აქვს ჩვენს ქვეყანაში, ალბათ აუცილებელია პროფესიონალი შემსყიდველის კადრის ესეთი მსგავსი პოზიციისა და კადრის ყოფნა. მე შეგეკითხებოდით, აი რამდენად არის ერთი მხრივ რომ ხედავთ, რომ არის ბაზარზე დიდი მოთხოვნა, მეორე მხრიდან მიწოდების მხრიდან, ანუ თქვენი ჩართვაც აკადემიურ სექტორში, რამდენად იზრდება ინტერესი სტუდენტებში, ახალგაზრდებში ან სხვა პროფესიის წარმომადგენლებში, რომ შეიცვალონ პროფესია და გადმოვიდნენ ამ მიმართულებაზე. ალბათ ეს ისეთი სფეროა, რომელიც აი თქვათ გასაგები ყოველთვის შეიძლება უცებ არ იყოს, იმიტომ რომ ყიდვა რაღაცის ყიდვა ჩვენ პირველ რიგში ადამიანს როდესაც ესმის რაღაცის შესყიდვა, თავის პირად შესყიდვებზე აკეთებს, ესე ვთქვათ, ასოციაციას და პარალელ სწავლებს. შესაბამისად, ანუ ყოველთვის არ ესმით სწორად, რას ნიშნავს შესყიდვების პროფესია. ყველაფერთან ერთად, ანუ შესყიდვების პროფესია იმის გარდა რომ მოიცავს, ანუ იმ ცოდნის საჭიროებას, რომ სწორად დაიგეგმოს ხარჯები, სწორად მოხდეს შერჩევა საუკეთესო შეთავაზებების და პროდუქტების, რაც სჭირდება ბიზნესს, ხომ, ანუ ეს არის მომსახურება, ერთგვარი შიდა მომსახურება ბიზნესისთვის. მაინც იმისათვის, რომ ეს გარედან უფრო მეტი ინტერესი იყოს და ჩართულობა, ჩვენგან არის საჭირო, რომ ჩვენ სწორად მივაწოდოთ ინფორმაცია თუ რა არის ეს პროფესია, რას მოიცავს, რა გამოწვევები აქვს, რა სირთულეები და რა დადებითი მხარეები. ძალიან საინტერესოა. სანამ კონფერენციაზე გადავალ, ასოციაციაზე უნდა გკითხოთ, რომელიც ჩემი ინფორმაციით არის შექმნის პროცესში. რამ განაპირობა შექმნის საჭიროება და რა იქნება ამ ასოციაციის თავარი мотиваცია. ანუ რისთვის იქნება ასოციაცია, ვინ იქნება ის ჯგუფი, რომელსაც ყველაზე მეტად დაეხმარება და გაუწევს ადვოკატირებას. დიახ, პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ეს დიდი ხნის ჩანაფიქრია. შევიკრიბეთ 7 კაციანი ჯგუფი, დიდი გამოცდილების მქონე პროფესიონალები ამ სფეროში და ამ იდეის, ესე ვთქვათ, ხორცის შესხმა, აი ფაქტიურად დღე-დღეზე მოხდება. უკვე რაღაც გარკვეული ეტაპები გავიარეთ და ძალიან მიხარია, რომ საქართველოს პროფესიონალ შემსყიდველთა ასოციაცია, ასეთი სახელწოდებით ვიასპარეზებთ ბაზარზე, იმისთვის იარსებებს, რომ ხელი შეუწყოს სფეროს განვითარებას. რა თქმა უნდა, ხა ჩვენი რაც ასევე მოიცავს კადრების მიწოდებას. ხადია, რა თქმა უნდა. თუმცა ეს საჭიროება იქნება
უფრო მეტად გლობალური, უფრო მეტად იქნება მორგებული არა მხოლოდ შემწყიდველზე, არამედ სრულიად ბიზნესებზე, არა მხოლოდ კერძო სექტორზე, არამედ ვარაუდობთ და ვაპირებთ ასევე სახელმწიფო სტრუქტურებთანაც მჭიდრო მუშაობას ამ მიმართულებით. იმიტომ რომ შემწყიდველების ძალიან დიდი რაოდენობა სახელმწიფო სამსახურში, სახელმწიფო პოზიციებზეც არის, იმიტომ რომ ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვა, თამარ ბოდიში გეჭრებით აუცილებლად უნდა დავაფიქსირო. ეს არის პროფესია, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში თანაბრად, ასევე ვაკონკრეტებ, მაღალი მოთხოვნით ხასიათდება. დიახ. ასევე დავამატებ, რომ ჩვენ საერთაშორისო მეგობრებთანაც გვინდა აუცილებლად ასოციაციის ფარგლებში დავამყაროთ კავშირები, რომ უფრო მეტად განვახორციელოთ ცოდნის და გამოცდილების გაცვლა. ჩვენი დაგროვილი გამოცდილებისაც და ასევე სიახლეების გაგება. ძალიან კარგი, ძალიან საინტერესო. თამარ, მივედით ჩვენი დღევანდელი გადაცემის გულთან. შესყიდვების კონფერენცია უკვე 20-25. გითხარით ორი სიტყვით კონფერენციაზე, როდის იგეგმება, როდის შეიძლება თუ ადამიანებს რეგისტრირება და რა იქნება ის მთავარი ეგრეთ წოდებული ცოტა უცხო სიტყვას ვქოთ პოინტები და ასევე რა შეიცვალა შესყიდვების კონფერენცია 20-24-დან შესყიდვების კონფერენცია 20-25-მდე. მადლობა გიგა. დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვარღვევთ ჩვენს, ესე ვთქვათ, პრაქტიკას. ყოველი წლის ბოლოს შემაჯამებელ შესყიდვების კონფერენციას ვაორგანიზებთ ხოლმე, მათ შორის წელს გამონაკლისი არ არის, უკვე მესამე კონფერენცია იგეგმება. მალე იქნება ძალიან ანონსი და წინ არ მინდა რომ, ესე ვთქვათ, გავუსწრო მოვლენებს. ძირითადი თემატიკა, რაც, ესე ვთქვათ, რაზეც იქნება კონფერენცია, შეეხება აუცილებლად პირველ რიგში ტექნოლოგიებს. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იქიდან გამომდინარე, რომ არა მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის, ესე ვთქვათ, გამოჩენა და აქტიური გამოყენება დღესდღეობით გამოწვევა, არამედ ასევე ონლაინ შესყიდვები, საერთაშორისო შესყიდვები ონლაინ ფორმატში და ამ ყველაფრის უფრო მეტად ჩვენს ცხოვრებაში შემოსვლა და არა მარტო კერძო, არამედ ბიზნეს სექტორშიც. ამიტომ გვინდა ამაზე აქცენტირება გავაკეთოთ, ასევე რა თქმა უნდა, სხვადასხვა მიმართულებებიც იქნება იმისათვის, რომ დიდი სპექტრი მოვიცვათ და ყველა კუთხიდან დავანახოთ, ანუ ჩვენი ძირითადი მიდგომა არის ხოლმე ყოველთვის, რომ პრობლემის ბევრ ჭრილში დანახვა შევძლოთ და რაც ეხება განსხვავებას გასულ წელთან შედარებით, ალბათ მინდა აღვნიშნო ის მომენტი, რომ ციფრული სამყარო უფრო მეტად არის ჩვენთან დაახლოებული და უფრო სწრაფი ტემპით ახლოვდება, ამიტომ არ უნდა ჩამოვრჩეთ მოვლენებს ძალიან მნიშვნელოვანია. თამარ, ისეთ თემას შეეხეთ, რომ ამ შეკითხვის გარეშე ვერ დავასრულებთ ვერანაირად. და გადაცემას ვითარდება პროფესიები, მათ შორის ვითარდება შემწყიდველის პროფესიაც, რა თქმა უნდა, ახსენეთ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, მე მინდა ასე დაგისვათ შეკითხვა, როგორ განიცადა შემწყიდველის პროფესიამ ტრანსფორმაცია ბოლო წლებში, ისევ და ისევ, რა თქმა უნდა, თავარი ხელოვნური ინტელექტი და სხვა ტექნოლოგიებიც და რა არის ის ძირითადი თვისებები, რაც შემწყიდველს უნდა კონდეს ძლიერ მხარეში. კი ბატონო. ტრანსფორმაციას რაც ეხება, ამ ეტაპს ჯერჯერობით მკვეთრი ტრანსფორმაცია არ აღინიშნება, თუმცა ხელოვნური ინტელექტის შემოსვლა პროფესიაში უფრო ჯერჯერობით ამ ეტაპზე გამარტივებას გულისხმობს. ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის გამარტივებას. რაც ეხება მეორე ნაწილს შეკითხვის, ამასთან დაკავშირებით შემიძლია აღვნიშნო ის მომენტი, რომ გამარტივება გულისხმობ იმას, რომ რამდენად ამარტივებს ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურ საქმიანობას შემწყიდველის პროფესიაში. მოდი ესე დავსვათ შეკითხვა. კი ბატონო, ალბათ ეს არის უფრო ტექნიკური ნაწილი, ის უნარები, რაც რეალურად სჭირდება შემწყიდველს, თუმცა ტექნიკურის გარდა მნიშვნელოვანი უნარები, რაც შემწყიდველებს სჭირდებათ, ეს არის ის ეგრეთ წოდებული soft skill-ები, რბილი უნარები, არა მხოლოდ იმ კუთხით, რომ მომწოდებლებთან შეძლონ მათ ეფექტურად მოლაპარაკება, არამედ ერთმანეთთან და დაკავშირებულ მხარეებთან ურთიერთობა. მნიშვნელოვანია რომ აღვნიშნო, რომ შემწყიდველის საქმიანობა კომპანიაში ყოველთვის, ესე ვთქვათ, შეხებაშია ძალიან ბევრ მიმართულებასთან და კომუნიკაციის უნარი ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროფესიისთვის. მოკლედ, პროფესია, რომელმაც უნდა იცოდეს მიწოდების ჯაჭვი კარგად, აუცილებლად უნდა იცოდეს მინიმუმ საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობა, რომ იცოდეს გადასახადები. უნდა ქონდეს ძალიან მაღალ დონეზე მოლაპარაკებების უნარი, იმიტომ რომ სხვაგვარად შეუძლებელია, თუ არა ვერბალური, აწერილობითი კომუნიკაცია მინიმუმ მაღალ დონეზე უნდა ქონდეს. მოკლედ, ძალიან ისეთი დივერსიფიცირებული არის შემწყიდველის პროფესიის ის სავალდებულო უნარები, თუმცა ძალიან საინტერესოა და როგორც ვახსენე, ძალიან მოთხოვნადი. თამარ,
ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. პირველ რიგში ვუსურვებ ასოციაციას მალე დაფუძნებას, იმიტომ რომ ეხლა რაც ვისაუბრეთ, ალბათ ამ ყველაფერს ერთ ბუკეტში მოაქცევს ასოციაცია, იგივე თქვენი მოღვაწეობაც ასევე გაიზრდება, სხვადასხვა დივერსიფიცირებას განიცდის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, ვინაიდან ეს არის ძალიან მოთხოვნადი პროფესია, დაბალია მიწოდება და საკმაოდ მაღალანაზღაურებადი, ასევე რომ უთხრათ ჩვენს მაყურებელს და ასევე ძალიან დიდ წარმატებას გისურვებთ, იმედია დავესწრები მინიმუმ დამსწრის რანგში კონფერენციას, ძალიან საინტერესოს წარმატებებს გისურვებთ. მე ნელ-ნელად უნდა დავემშვიდობო ჩვენს მაყურებელს. გადაცემა მონეტიზაცია, ქუჩაბათის დილის მონეტიზაცია დასასრულს მიუახლოვდა. მე გემშვიდობებით, რა თქმა უნდა, ხვალ შუა დღის მონეტიზაციას თქვენი მონამორჩილი წაიყვანს. სანდრო ვებხვაძის ნაცვლად, კონკრეტულად ერთი დღე.